მოგესალმებით ყველას, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ხუთშაბათია ან პარასკევი, ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ერთი ის ვიცით, რომ თქვენ უყურებთ გადაცემა რაღაც შოუს ოქტოპუსის ეთერში. ამ გადაცემას სწორედ 4 შაბათს და ზუსტად არ ვიცით, ამიტომაც როდის გავა ეთერში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც იყო ამ ბოლო პერიოდში, ლაივებიც დავიწყეთ ასევე და ჩემპიონთა ლიგა და მოკლედ ძალიან ბევრი რამ, ასე რომ ზუსტად არ ვიცით როდის გავალთ ეთერში. მოდი ბევრი ვარ ვიბოდიალოთ, პირდაპირ შეგვიძლია გადავიდეთ კომენტარებზე და გავიგოთ როგორი კომენტარები დაგვიტოვეთ წინა გადაცემაზე. პირველი კომენტარი ასეთია, პირველს ამას წავიკითხავ, რომ მაგარი კომენტარი დამიწერეს რა. რომლეც? აი ჩემზე როა რა, იმენა. ეგ წავიკითხო. ჩემ გეხვეწებ. კაცი არა. წავიკითხო. გიორგი კალატოზი შენ ხარ ყველაზე მაგარი მან, ყველაზე მაგარი. მეორე კომენტარი ასეთია, გადაცემიდან გადაცემამდე მატულობთ. წონაში. ნახე დაგვიწერეს. როგორ? გადაცემიდან გადაცემამდე მატულობთ წონაში. მოდი აქ. მოდი. ხო გითხარ, ეს მე ვარ? აჰა. ნუ გასუქდი და ვეღარ დაიარებ. სტილობ. შემდეგ კომენტარი ასეთია, გიორგი კალატოზი ძალიან მაგარია, ამას ამობს მამაჩემი, თორემ დებილი ხარ. ეს კომენტარი რატო გიწერთ? ნომერი დავაწერი ნო პროსტა და მივიდე და გავუჩიო საქმე. აი გეუბნები რა. უბრალოდ ვიდეოში მინდა მოხვედრაო. ნახე უარ მოხვედრა უნდა. ვიდეოში მოხვედრათ და ჩვენი კარგიც არ გული გამისკდა. ვა, გინებას იხდენთ, კარგები ხართ. მაგრამ გიხდება გიორგი. აი კარგის ტრაკი გიხდება, ტრაკი გასის. შემდეგ კომენტარი ასეთია, მე-14 გადაცემაში ცოტა შულს გაჩითავენ ესენი გეუბნებითო? აი ესეთი კომენტარი დაგვიწერეს ნახე. ხო მაგარი კომენტარია. მე-14 გადაცემაში ცოტა გაიყოცა. მოდი ნახე. მე-14 გადაცემაში მე-14 გადაცემაში ცოტა შულს გაჩითავენ. ვა, რა სიძახი და. მოიცა. შენ ანდრია გველესიანია ხარ? ვიცი შენ ის არ ხარ აქვია ცეკომარს კლუბის ფინალში რომ წააგე იმასთან აქვია სტანისლავ ბონდარენკოსთან? სტანისლავ ბონდარენკო. და ეს ბოდიში ის გადაცემა ხო არ არის აი მოპარული ვერსია რო არის კი ბატონოსი მაგრად რო გადაობენ ძალიან. ჰა? არა? ხო რა ჩვენზე ბევრი გამომწერი იყავთ პროსტა თორე რა. პროსტა ბევრი გამომწერი იყავთ. ხო და მოიცა შენ ანუ კონკურსებში იღებ ხოლმე ხო მონაწილეობას რა? აი ჯეოსტარში იყავი მაგალითად, ცეკომარს კლუბებში იყავი, ევროვიზიის შესარჩევ ტურში იყავი, რავალ კონკურსში ყოფილხარ, რა ვიცი ძალიან ბევრი კონკურსში. რა მეინტერესებს, სანამ მოგიგია? ანუ პირველ ადგილზე თუ აიღე სადმე, რომელიმეში? ეს რა მოინტერესებს გიორგი კალატოზს რა უნდა კითხო? შენზე როგორც ვიცი კომენტატორი ხარ, ხო? ანუ სად ხარ? ნუ იმედში დილის გადაცემაში ხარ, ეგეც ვიცი. გადაცემაც მაქვს აგერ. გადაცემაც გაქვს, ხო? ეს ხო, ანალოგი კი ბატონოს კი. და რა მაინტერესებს, ანუ ზოგადად ხალხი გიცნობს თუ ესე აპირებ პოპულარობის მოპოვებას? მიცნობს ძალიან და აღარ გვინდა ეხლა გაგრძელება და გადავიდეთ ვიდეოებზე რა ხალხი გველოდება. აი. პირველი ვიდეო არის ძალიან საინტერესო და შეგეცემთ. რა საკეთე? მოიცა, რა უნდა წავიყვანო მაგაცემა? და ის ყველა მოვიყვანეთ? რა ყველა მოვიყვანე? 50 ლარი გადაუხადე მამაჩემს გამოვართვი ის ფული გამოდი რა. ხუთი ლარი და წავიყვანე. კი, უეჭველი. როდის მოცემ? მოიცა, აი დღეს არა და ხვალ უეჭველი რა, მოკლედ. წაიყვანე და სულ ეს როგორიც მე ამ პირობებში ვერ შევძლებ ძმა მუშაობას. მიდი, ხო, მიდი დავა. კარგი, მოკლედ მეგობრებო, შემდეგი ვიდეო ზუსტად ვიცოდი რომ ეს ვიდეო ამ გადაცემაში მოხდებოდა. შემდეგი ვიდეო არის ქართველ თარჯიმანზე. Ist eigentlich so, ja, der Überraschungskämpfer hier im Turnier gewesen. David, du hast jetzt im Turnier gegen den Favoriten direkt im ersten Kampf gekämpft. Martin Zawada, war dir das vorher so bewusst? ისაო რა ქვია ფავორიტზე ჩხუბეო შენაო ესაო ერთ-ერთი ფავორიტი იყო ამ იმაშიო და როგორი შესაძქონდაო შეგრძნება მქონდა ის რომ ვეჩხუბებოდი ფავორიტს მართლა ძლიერ საპენიკს და ჩემი დიდი სურვილი იყო რომ მომეგო ძლიერი სპორტსმენისთვის როგორიც არის მარტინ ზავადა. ეს არის ყველასთვის ნაცნობი ვიდეო, სადაც თარჯიმანი გერმანულიდან ქართულად თარგმნის. არა, უბრალოდ თარჯმნის გერმანულიდან ქართულად. სასაცილო ნიუანსები. დავაკვირდეთ პირველ რიგში სპორტსმენს, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახელის გაგონებაზე რეაგირებს. Ist eigentlich so, ja, der Überraschungskämpfer hier im Turnier gewesen. David, du hast jetzt im Turnier... Nu, ან შეიძლება ითქვას, რომ უბრალოდ Rammstein Du hast jetzt im Turnier...
შენაო თავიდანვე კარგი ტაქტიკით შეუხვედიო, ფეხში შეხვედიო, თავიდანვე ეგრე გინდოდაო თუ რინგში მოგივიდა ეგ ისაო დაპლანოაო. თავიდანვე მე ჩემ რო გამოდივარ რინგზე ყოველთვის ვცდილობ რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, ჩემი შესაძლებლობა რაც არის შევასრულო. კითხვაზე საერთოდ სხვა პასუხი გასცა. თავიდანვე ეგრე გინდოდა თუ რინგში მოგივიდა ეგ დაპლანვაო? ნუ კითხვა იყო ფანტასტიკური და პასუხი იყო ასეთი. არა, მე ვცდილობ თავიდანვე ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. ეს თარჯიმანი ქართულად უფრო სასაცილოდ ლაპარაკობს და მე ვფიქრობ, რომ გერმანულად ლაპარაკობს შესანიშნავად. ნამდვილ ბავარიელ გერმანელსაც კი შეშურდება მისი აქცენტის. თუმცა საინტერესო იქნება ინგლისურად როგორ ისმინება ეს ყველაფერი. ერთი წამი გოლუთარგვინა მოვალბენო წეიღეთვინი. David, you got into his leg quite well at very beginning. Was it planned or was it your improvisation? When I get inside the ring, I will try to put my best and perform at maximum level. Oh, thank you. ვცდილობ რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, ჩემი შესაძლებლობა რაც არის შევასრულო. საინტერესო იქნებოდა ჩემს კონკურსებზე შეხვედრა აი ამგვარ ჟურნალისტთან. ანდრე, შენავე ხო ფავორიტთან იყავიო ფინალშიო, ესაო ბონდარეკო ერთ-ერთი ფავორიტიაო ამ იმაშიო, ცეკობშიო და როგორი ისა ქონდაო, რა ქვიაო, შეგრძნებაო. შეგრძნება მქონდა, რომ ვეპაიქნებოდი მართლაც ფავორიტსა. და ძლიერი საფერნიკი იყო ძალიან. ძლიერი და ჩემი დიდი სურვილი იყო რომ მანქანა მაგას მოიგო. და ისა თავიდანვე კარგად შეხვედიო სალცასილეთებითო სცენაზეო და ისაო ვაფიო თავიდანვე კარგად აიტაცეო სალომეო ხელში და ეგო თავიდანვე ეგრე გინდოდაო თუ რინგში მოგივიდაო სცენაზეო თვითონ ეგ ისა ხელში ატაცეო. არა. მე როცა გამოდივარ თავიდანვე ვცდილობ რომ ჩემი მაქსიმუმი დავდო. რომ დავდო ჩემი მაქსიმუმი. შენო თავიდანვე კარგად აიღო სიმღერაშიო მაღალი ნოტებიო თავიდანვე კარგად შეწვდიო მაღალ ნოტებსო და ეგრო თავიდანვე ეგრე გინდოდაო თუ სცენაზე მოგივიდაო ისაო არა ანუ მე თავიდანვე ყოველთვის ვცდილობ რომ მაქსიმუმი დავდო ხო და დეცემბერშიო გავიგეთ თან რომ კიდე კონკურსიაო და შეიძლება გაციებული ხმის იარებითო დეცემბერშიო გავიგეთო რომ კიდე ჩხუბი გაქვსო და ამ ხელით შეძლებ კიდე გაგრძელებასო? ძალიან მიყვარს მეგობრებო ეს სიმღერა. დეცემბერი დადგაო და ცამიცვალა ფერი. სიტყვები აღარ მახსოვს მე. მე კი ისევ მარტო ვარ და გელი. ძალიან ყარებია. თქვენ და ვინც აქ მომიყვანა ყველას მოუხდე დიდ მადლობას. და შევეცდები რომ ყველაფერი გამოსწორდეს და წინ წავიდეს ჩემი წინსვლა. მოკლედ მეგობრებო დასრულდა ჩვენი გადაცემა, რიგით მე-7 გადაცემა. შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს არხი, გააზიაროთ და დაელოდოთ ახალ ვიდეოებს.